რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა 28 დღეა მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან ყოველდღე მიდიან და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევად მიიჩნევენ. დღის ბოლოს პარლამენტთან შეკრებილებს სხვადასხვა მარშის მონაწილეები მსვლელობით შეუერთდნენ. მაკა არჩევნიშვილი ჩაგორთვება ახლა პირდაპირ ეთერში. მაკა რა ხდება აქციაზე? დიახ, დღეს ზუსტად 4 კვირა გავიდა, მას შემდეგ რაც ყოველ საღამოს მოქალაქეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე იკრიბებიან და პროტესტს გამოხატავენ. პროტესტს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას უკავშირდება. დღესაც ტრადიციულად საღამოს 7 საათზე დაიწყეს მოქალაქეებმა შეკრება და დაახლოებით 8 საათისთვის უკვე აქ ავტომობილებით გავლა შეუძლებელი იყო, რადგან პერიოდულად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს უერთდებოდნენ და ასევე აღმწუთებშიც უერთდებიან სხვადასხვა სფეროს და პროფესიის ადამიანებიც. მე ახლა ოპერატორს მინდა ვთხოვო კადრში გაჩვენოთ თუ რა ვითარება ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე. მოქალაქეები დგანან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამ ფორმით გამოხატავენ საკუთარ პროტესტს. მათი მოთხოვნები ბუნებრივია იგივეა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად გვესმის. ეს არის ხელახალი არჩევნების, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ასევე ითხოვენ აქციის მონაწილეები, რომ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, ყველა ის დაკავებული, ვინც აქციების პერიოდში სამართალდამცავებმა დააკავეს. ასეთია მდგომარეობა ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე. მაყურებელი კადრშიც ხედავს, რომ საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. წინა დღეების მსგავსადაც დღესაც არ არის არც სიტყვით გამოსვლები, არც მიმართვები, არც განცხადებები. მათი პროტესტის ფორმა არის კვლავ ასეთი, ისინი იმყოფებიან რუსთაველის გამზირზე და გამოხატავენ საკუთარ პროტესტს. რაც შეეხება სამართალდამცავებს, სამართალდამცავების რამდენიმე ავტომობილი იმყოფება პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და სწორედ იქიდან ხდება პერიმეტრის გაკონტროლება. ასეთია სიტუაცია ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე. მაყურებელი კადრშიც ხედავს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს აქცია პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე კვლავ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. მადლობა. მაკა არჩევნიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირიდან.